საცხოვრებელ ყაზარმა, სადაც პირად შემადგენლობა მოდის, იცვლის, მიიღებს დავალებებს, მოგიწევს საგებელოს და ასამ თავისი ეკიპირება კარადაზე შემოწყობილი. აქვს თავისი გასაღებები, თავისი საწოლი აქვს ყველას. Макеты რისთვის ვიყენებ საერთოდ არტილერისტები რა სხვა მიზნებზე, მაღალიღებულების მიზნებზე. ეს რეალურად რაც ხდება საერთოდ ეს პოლიგონი გააკეთებენ ისე. თქვენ დააგვირდით კითხვები თუ რამე ამაზე ბექრემი მაგრება და ანუ ემოთხი საშუალებით ანუ მოწინააღმდეგის აღმოჩენა შეგიძლია ძალიან კარგი შევეცდება დამჩა, ყველაფერი, ყველა ინფორმაცია რაც ვიცოდით სამხედრო საგნიდან, ყველაფერი რეალურად ვნახეთ და ძალიან მომეწონა. მე პირადად შემძა ისე იმოქმედა, რომ ძალიან მომეწონა ჯარისკაცების ცხოვრების განრიგი და დავფიქრდი კიდეც, რომ ამ კათედრებზე ჩავაბარო. საკმაოდ დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებები მივიღე, რომელიც დიდი ხანის განმყოფება და ალბათ სავალდებულო ჯარის პერიოდშიც გამომადგება ის რაღაცები, რაც დღეს აქ ვნახე. ყველაზე მეტად მომეწონა ვირტუალური კლასის ოთახი, სადაც რეალურად, მაგრამ მასშტაბშემცირებულად ნახე ის რაღაცები, რაც ძალიან მაინტერესებდა, მაგალითად, როგორ ხდება ობიექტის დაბომბვა და მსგავსი რაღაცები, რაც ფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება ყველა ტიპის ადამიანისთვის. სამხედრო საქმე ჩვენთვის იყო ახალი საგანი, რომელიც ახალ გამოწვევებთან ასოცირდებოდა. მთელი სემესტრის განმავლობაში ჩვენი მასწავლებელი გვამზადებდა იმისთვის, რომ მოსულიყავით და გვენახა ხონის სამხედრო ბაზა. ჩვენ ვისწავლეთ სხვადასხვა წოდებები, ჯარისკაცის აღჭურვილობა, ის გზა თუ რასაც გადია მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა პროცესები და აქ მოდით ინფორმირებულები, ძალიან მოტივირებულები და შთაბეჭდილებით ახსავსები ვტოვებთ აქაურობას. ჩვენ დავათვალიერეთ ის დანიშნულებები, სადაც ისინი თავიანთი დღის ნაწილს ატარებენ და ორი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო საქმე დღევანდელ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ არის და მისი შესწავლა და უფრო ღრმად აღმოჩენა საინტერესოს და შთამბეჭდავს ქმნის. საპიროტე საგნებრივი პროგრამის სამხედრო საქმე ფარგლებში დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლებისთვის ატარებს ღია კარის დღეს. დღეს უმასპინძლეთ ქალაქ ქუთაისის ნომერ მე-11 და ნომერ მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ჯერა აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯარის პოპულარიზაციის საქმეში. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-9 კლასებში ისწავლება არჩევით საგნად სამხედრო საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რასაც მოწმობს დღევანდელი დღეც. საქართველოში სამხედრო საქმეს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სამხედრო საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და წინ წამოწეული ფაქტია. მინდა ძალიან დიდი მადლობა დავუხადო საქართველოს თავდაცვისა და განათლების სამინისტროს იმისათვის, რომ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა მონაწილეობს ამ პროექტში.